ტრადიციად ქცეული პროექტი და სამხედრო გამოცდილება სკოლის მოსწავლეებში. ჯარის ბანაკი 2026 გრძელდება. ყოველ წელს ერთი კვირით დამამთავრებელი კლასების 1700 მოსწავლე სრულიად განსხვავებულ რეალობაში ინაცვლებს და ჯარის სპეციფიკას ეცნობა. საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია, სამხედრო ნავიგაცია, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და დაშავებულების ევაკუაცია. ეს იმ გამოცდილების მხოლოდ ნაწილი, რასაც ახალგაზრდები ჯარის ბანაკში იღებენ. მოსწავლეების მომზადებაში პირადად პროფესიონალი სამხედროები მონაწილეობენ. პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს ორ ბაზაზე არაერთი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა იმართება. კოჯრის სამხედრო ბაზაზე მოამბის გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა ჯარის ბანაკის ერთი დღე ნახეთ გენო ოსიღმაშვილის რეპორტაჟში. წარმოიდგინეთ ზაფხულის 6 დღე და ერთ სივრცეში მყოფი 120-მდე თინეიჯერი, რომლებსაც უბრალოდ არ ახსოვთ, რომ ჯიბეებში ტელეფონები აქვთ, რადგან დაკავებულები არიან ამით. ეს ფოსფორი უნდა მოვაქციოთ პირველი ამოსამიზნის შუაში. კიდევ ამით. ამითაც და არა მხოლოდ ამით. უკვე მეოთხე წელია. ზაფხული ის დროა, როცა სკოლის მოსწავლეებისთვის სამხედრო ბაზები იხსნება და იწყება მათთვის სრულიად ახალი და დაუვიწყარი თავგადასავლები. ახალი მეგობრები და ახალი გამოცდილებები. ასია წელსაც. გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სამხედრო ბაზა ამ მომენტშიც თინეიჯერებს მასპინძლობს. სკოლის მოსწავლეები ერთი კვირით ჯარისკაცების როლს ირგებენ და სამხედრო საქმის შესწავლას იწყებენ. ისინი ჯარის ბანაკში ისეთ აქტივობებს გადიან, როგორიც არის იარაღთან მოპყრობის წესები და საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია და კომპასის გამოყენება, სამთო მომზადება, თოკის გამოყენებით ფორსირება და ასე შემდეგ. თემები ძალიან ბევრია, დრო კი ძალიან ცოტა. ამიტომ თითოეული დღე განსხვავებული და აქტივობებით დატვირთულია. არიან ძალიან ხალისიანები, ძალიან ემოციურები და დისციპლინებს რაც შეეხება იღებენ მონაწილეობას. ეს არის სიპლანი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. ასევე დისციპლინა არის დაბკოლებების გადალახვა, სროლა, ნავიგაცია, რომელიც ტოპოგრაფიული ნავიგაცია, რომელიც საინტერესოა ძალიან და ეს ზოგადად ასწავლის ბავშვებს, რომ რაღაცა შემთხვევაში გაიკვლიოს გზა და გააგრძელოს მოძრაობა და შემდეგი არის გონებრივი სავარჯიშო, რომელსაც ძალიან დიდ ყურადღებას უქონებთ და რა თქმა უნდა ყველაზე მეტად დაინტერესებთ კიდე სამედიცინო შეჯიბრი. სამხედრო ბაზაზე შეკრებილი სკოლის მოსწავლეები სამ ოცეულად იყოფიან და თითოეულ ოცეულს საქართველოს ეროვნული გმირის სახელი ეწოდებათ. გადაეცემათ შესაბამისი დროშები და ირჩევენ სამხედრო სიმღერას. მაგალითად, აქ არიან გიორგი ანწუხელიძის, ზაზა დამენიასა და ალექსანდრე ონიანის სახელის მატარებელი ოცეულები. ბავშვები პირველ რიგში ისმენენ მათ მიერ ჩადენილ საგმირო ისტორიებს. იაზრებენ იმას, თუ რას ნიშნავს თავდადება და ღირსება. ეცნობიან საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიას. ყოველდღურად გვიწევს ახალ გამოწვევებთან შეგუება და ეს ახალ გამოწვევები კიდე გუზრდის რა პიროვნულად ახლა პირადად საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი რაღაცების გაკეთება შემეძლო. დღეს ზიპლაინით გადავედი და სიმაღლის იმ დონეზე მქონდა, რომ ფაქტობრივად მეგონა რომ ვერასდროს ვერ შევძლებდი, მაგრამ დღეს ეს გავაკეთე და ძალიან საინტერესო არის ამ მხრივ. მაგ ასწავლიან ყველაფერს, რაც ჯარისკაცმა უნდა იცოდეს მომავალში და ეხლაც. ეს ჯარის ბანაკი, რა თქმა უნდა, რო გავიგეთ, ძალიან გაგვიხარდა, რადგან აქ ხოლმე არა, ჩემი დაძმანიც არიან აქა. ყველაზე მეტად ამ ჯარის ბანაკში მომწონს ის, რომ თუ როგორ ცხოვრობენ ჯარისკაცები, რა სწავლობენ აქ. ჯარის ბანაკის პროგრამა თემატურთან ერთად სწავლების ფორმითაც არის დაყოფილი. თეორიულ სწავლებას პრაქტიკა ცვლის. დღის განმავლობაში ოცეულებს შორის არის სხვადასხვა სახის შეჯიბრება, თუმცა ალბათ ყველაზე ემოციური მაინც აქაური საღამოებია. ანთებული კოცონის გარშემო სკოლის მოსწავლეებთან მიდიან სნაიპერები. სპეციალური ოპერაციების მებრძოლები, რომელთაც სპეციალურად ამ შეხვედრისთვის საკუთარი განსაკუთრებული აღჭურვილობა მოაქვთ. აქ მოდიან ისტორიკოსები, იდგმება სპექტაკლი, უტარდება საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული მეცადინეობა ნარკოტიკის, სასმელის მავნეზე გავლენისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ. შაბათიდან უკვე უშუალოდ იწყება სტუმრების მიღება. ეს არის ბერი გვესტუმრება, თეატრალური ნაწილი გვესტუმრება, ასევე ისტორიკოსი ყავს სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი აღჭურვილობით მოდიან და აცნობენ ამ ბავშვებს იმ განსაკუთრებული იარაღებს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს გააჩნია. ყავს ასევე საინჟინრო სამედიცინო ქვედანაყოფები,
და ისინი თავიანთ საბოლოოს უზიარებენ ბავშვებს, რაც ძალიან საინტერესო და შემეცნებითია მათთვისაც. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და სერჟანტები ძალიან მეგობრულები არიან და აქედან წასვლას აღარავინ აღარ ისურვებს ვინც მოვა. ძალიან კაცრები მეგონენ, მაგრამ აქ რომ მოვედი ძალიან მომღიმრები არიან და ძალიან ხალისიანები არიან. ჯარისბანაკი თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს მეოთხე ტარდება. თავდაცვის სამინისტრო წელს მოსწავლეებს ორ ლოკაციაზე მასპინძლობს. აღმოსავლეთ საქართველოში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, ხოლო დასავლეთ საქართველოში საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. საერთო ჯამში ორივე ბაზაზე წელს 1700 მოზარდი გაივლის ჯარისბანაკს.